ჰოლოტროპულის უთქვათ უგაგიგიათ. ტრანსპერსონალური ფსიქოთერაპიული ტექნიკა, რომელიც 70-იან წლებში ფსიქოთერაპევტმა სტანისლავ გროფმა დანერგა. უსაფრთხო და ეფექტური ფსიქოთერაპიული ტექნიკა მხოლოდ ინტენსიური სუნთქვის საშუალებით გვეხმარება გადავიდეთ განსხვავებულ მდგომარეობაში, ეგრეთ წოდებულ ტრანსში, რომლის დროსაც ადამიანი უღრმავდება საკუთარი ცნობიერების ღრმა შრებს, აცნობიერებს მასში არსებული კომპლექსებისა თუ ტრავმების რეალურ მიზეზებს, თავისუფლდება ნეგატიური ემოციებისგან და პოულობს საკუთარი თავისთვის აქ და ამჟამად აქტუალური ცხოვრებისეული ამოცანების მოგვარების რესურსებს. ეს არის მეთოდი, რომელმაც ხშირად ვამბობ ხოლმე ფსიქოლოგია და 99%-ით მედიცინაც ფაქტიურად გააუქმა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ჰოლოტროპული კურნავს ყველა აშლილობისგან, ყველა ფსიქოლოგიური პრობლემისგან, ყველა დაავადება ემოციებთან არის დაკავშირებული და ამიტომაც ჰოლოტროპული ახერხებს იმდო ჩვენ სეანსებზე თითქმის ყველა დაავადებისგან იკურნებიან, ისეთი მძიმე დაავადებებისგან, როგორიც არის სიმსივნეც. მართლა? აი, აქ მე ის რაღაც სიამოვნება რომ ხედავ, რომ ადამიანი მოდის ძალიან ცუდად, რაღაცა თვითმკვლელობის პირას და მიდის დამშვიდებული რაღაც მაჰათმა განდივით და პირით ხდება ჩასუნთქვაც და ამოსუნთქვაც, მაგრამ ძალიან ძლიერად ხდება გამოსუნთქვა. ის აი თელი ძალით ხდება გამოსუნთქვა, ჩართულია მუცელი, დიაფრაგმა, მთელი სხეული და ეს არის ძლიერი კუნთები მათ შორის ყველა კუნთი. კი. ფსიქოლოგიაში არის ესეთი ტერმინი, ეკოლოგიური მეთოდი, ეს ნიშნავს, რომ რაც უფრო ნაკლებად ერევა სხვა ადამიანი შენ შინაგან სამყაროში, მით უფრო ეს ეკოლოგიურია და ჰოლოტროპულ სუნთქვაში საერთოდ არავინ არაფერში არ ერევა, იმიტომ რომ მე უბრალოდ ინსტრუქტორი ვარ, რომელიც ადამიანს ამ ყველაფრის სწორად კეთებას ასვასწავლი და ადამიანი უბრალოდ აი ამ სუნთქვის მეშვეობით შედის იმ მდგომარეობაში, რომელშიც ყველაფერი იწყება. ანუ ორგანიზმიდან თვითონ შეუძლია გამოაძევოს რაღაც დაავადება ამ სწორი სუნთქვით. კი, რა თქმა უნდა, ანუ მედიცინა რატომღაც არ ითვალისწინებს ერთ ფაქტს, რომ ადამიანი არის მთლიანი სისტემა და ის რომ ეს მთლიანი სისტემა გულისხმობს ფსიქიკასაც, გულისხმობს იმას ყველაფერს აბსოლუტურად და ეს ფსიქიკა მძიმდება, ასე ვთქვათ, ცხოვრების განმავლობაში და განსაკუთრებით ბავშვობაში ემოციებით. ემოციები არის ის, რაც იწვევს დაავადებებს სინამდვილეში. უბრალოდ ამ მდგომარეობაში, რომლითაც სუნთქვით შევდივართ, ორგანიზმი იწყებს განთავისუფლებას აი ამ დაგროვილი ტანჯველი ემოციებისგან, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში და განსაკუთრებით ძალიან ადრეულ ასაკში დალექილია, ხო? დალექილია და ბევრი ყველაზე მძიმე ემოციები, რომლებიც მუდმივად ჩვენ ცხოვრებაზე ახდენენ გავლენას, ეს არის სულ დასაწყისში მაშინ ჩამოყალიბებული ემოციები, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ გრძელვადიანი მეხსიერება ტვინში არ გქონდა და ვერც კი ვიხსენებთ ფსიქოლოგთან რომ მივიდეთ, ვერც კი გავიხსენებთ ამას და ჰოლოტროპულს აქვს ესეთი უნიკალური უნარი, რომ ჩადის იმ სიღრმეებში, რა სიღრმეებშიც საერთოდ სხვა ტექნიკით შეუძლებელია ჩასვლა და ამავე დროს ეს აქვს ესეთი თვისება, რომ არის უსაფრთხო. ანუ ყველანი შეუძლებელია რაიმე გვერდითი მოვლენა არ აქვს. გვერდითი მოვლენები არ აქვს და აი ჰოლოტროპულის მეშვეობით მაგალითად გროფმა აღმოაჩინა დაბადების 4 ტრავმა, რომელიც ყველა ადამიანს აქვს და ანუ ამ სიღრმეშიც კი ჩადის. აი მუცლად, აი ჩემს სეანსებზე ძალიან ხშირად ადამიანები ხედავენ, როგორ დაიბადნენ, როგორ იყო ეს ყველაფერი, როგორ ხდებოდა. ტრავმა, როგორც ესეთი, ეს არის ინფორმაცია, რომელიც მე მივიღე, მაშინ როცა ამ ინფორმაციისთვის მზად არ ვიყავი და ეს ტრავმა ყოველთვის შედგება ინფორმაციისგან და ემოციისგან და ტრავმას აქვს პროგრამები. მაგალითად, მე თუ თქვა სიტყვაზე დედამ მიმატოვა ბავშვობაში, მე მაქვს მიტოვებულობის განცდა, მაგრამ ამავე დროს მაქვს პროგრამები, რომ ცხოვრება სახიფათოა, მე ვერაფერს ვერ მივაღწევ და ასე შემდეგ. აი პროგრამები, რომ დაპროგრამებულები ვართ და ეს პროგრამები ხელს გვიშლის ცუდ გადაწყვეტილებებს გვაღებინებს, მაგალითად, როცა რაღაცა უნდა გავაკეთოთ და წარმატებას მივაღწიოთ, ამას არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ შინაგანად გვეშინია და ვერც ვიგებთ, რატო არ ვაკეთებთ და ანუ ეს ყველაფერი არა მხოლოდ დაავადებებთან არის დაკავშირებული, არამედ ჩვენს წარმატებასთან, იმასთან თუ რამდენი ფული გვაქვს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი, სულ ყველაფერი იმართება ქვეცნობიერიდან. ემოციები სხვათა შორის ძირითადად შენახულია სხეულში, სხეული დასპაზმულია, ამიტომ დამძიმებულია და სიცოცხლის ხარისხი. თქვენგან ესეც ვიფრინავენ პაციენტები თუ შეიძლება ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, კი.